მე ვერასდროს მივდივარ დასასვენებლად. ჩემთვის საკვებს ვიკლებ, რათა ჩემი შვილები მშივრები არ დარჩნენ. ზამთარში სიცივისგან, გათბობის და წამლის არქონის გამო ვიღუპებით. ყოველდღიურად ასეთ წერილებს ვიღებ ხალხისგან. ასეთ რეალობაში უწევს 100 მილიონ ევროპელს ცხოვრება, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე იმყოფებიან. ასეთ ცხოვრობს ევროპის ერთი ნახევარი, მაგრამ არსებობს მეორე ნახევარიც, სამხედრო ინდუსტრიული ევროპაც, რომელიც რეკორდულ მოგებაზე გადის. მაგალითად ავიღოთ გერმანული რაინ მეტალი, რომელსაც გასაოცარი ზრდა აქვს ფინანსური მოგების თვალსაზრისით. ასე რომ ახლა მთავარი საკითხია, თუ რისკენ არის მიმართული ჩვენი პრიორიტეტები, ვინ ისარგებლებს ამ მოგებით და რაში დავხარჯავთ ამ ფულს. როგორც ირკვევა, ვაპირებთ ეს ფული უფრო მასშტაბურ სამხედრო წარმოებაში ჩავდოთ, რაც არსებითად არ არის ამ სექტორისთვის საჭირო. როგორ ფიქრობთ, რა სიტყვიან მოქალაქეები, როდესაც მათ თავებზე ავიაგამანადგურებლები გადაიფრენენ? აი რაში დაიხარჯა ჩემი პენსია. ამით ისინი კმაყოფილები იქნებიან? უნდა გამოვიდეთ ასეთი ევროპული აზროვნებიდან და ვუთხრათ ევროპელ მინისტრებსა და კომისრებს, რომ ეს ის არ არის, რაც ხალხს სჭირდება. ჩვენ მდიდრებს უფრო მეტი გადასახადი უნდა დაუწესოთ. აი ეს არის საჭირო ნაბიჯი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.